მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2019 წლის ნოემბერი, ამოცანა ნომერი 26. ელიფსოიდის ფორმის გამტარი დამუხტულია უარყოფითად, რომელიც ახალწია სწორად გამოსახული, მუხტის განაწილება და გამტარის ელექტრული ველის ძალწირებიო გეკითხებია. ხო, იქიდან გამომდინარე, რომ აქ ჩვენ საუბარი გვაქვს ელიფსოიდზე. როგორც ვიცით, გამომდინარე იქიდან რა შემთხვევები გვაქვს ჩვენ ესე იგი, როდესაც განვიხილავთ დადებითად დამუხტულ ბურთულას ან ელიფსოიდს, ამ შემთხვევაში ძალწირები სფეროდან ელიფსოიდიდან გამოდიან რადიალურად გარეთ, რადიუსის გასწვრივ გამოდიან, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უარყოფითად არის დამუხტული, პირიქით შედიან. აქ ახლა არც A-ში და არც G-ში, ძალწირების მიმართულება არ გვაქვს მოცემული, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ძალწირები შედიან, აქაც. თუმცა აქედან B და E გამოირიცხა, D-ს გამოირიცხა, რადგანაც სფეროს შიგნით ან ელიფსოიდის შიგნით ველი არა გვაქვს, ველი ნულის ტოლი არის, შესაბამისად შიგნით უკვე ველის ძალწირები არ უნდა გქონდეს, შესაბამისად D-ს გამოირიცხა აქედან და რჩება ორი ვარიანტი, ან A არის სწორი პასუხი, ან G, ხო? ახლა თუ დავაკვირდებით, G-ში ეს ჩვენი მუხტები, უარყოფითი მუხტები თანაბრად არიან განაწილებული. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ელიფსოიდზე ვსაუბრობთ, ეს განაწილება ერთგვაროვანი უნდა იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ მუხტები, როცა განვიხილავთ სიმეტრიულ სხეულებს, ან ფიგურებს, რომელსაც არიან ეს ჩვენი მუხტები განაწილებული, ან ბრტყელ ფიგურებს, ამ შემთხვევაში მუხტებს მეტი თავისუფლება აქვს იმისთვის, რომ განიზიდონ ერთმანეთი და დაიკავონ წონასწორობის მდგომარეობა. თუმცა A-ში გამომდინარე იქიდან, რომ ჩვეულებრივ სფეროსთან შედარებით სიმრუდე სფეროსი სივრცის ზედაპირის ყოველ წერტილში ერთმანეთისგან განსხვავდება, ყველაზე მეტი სიმრუდე გვაქვს აი ამ ნაწილში. შესაბამისად, აი აქ ჩვენს მუხტებს იმის უნარი რომ ერთმანეთს დაცილდნენ, უფრო ნაკლები აქვთ მაგის უნარი, ვიდრე აი ამ მონაკვეთში მაგალითად. მაგრამ G-ში კიდე ყველგან ერთნაირად არის დაცილება, შესაბამისად G აქედან გამოირიცხა, თუ აი ესე გვექნებოდა აქაც, კი ბატონო, მაგრამ როგორც ხედავთ, თანაბარი დაშორება გვაქვს მუხტებს შორის. ამიტომ აგამოდის ხო პასუხი. რატო? იმიტომ რომ კიდეებზე მუხტების განაწილება, ანუ მუხტების ზედაპირული სიმკვრივე მეტია, ვიდრე სხვა ნაწილებში. ეს გამომდინარეობს კიდევ ერთხელ ვთქვათ, თვითონ გეომეტრიის, ფიგურის გეომეტრიული თვისებებიდან. ელიფსოიდის სიმრუდე არაერთგვაროვანია სფეროსგან განსხვავებით. შესაბამისად პასუხი იქნება A.